არის პირდაპირ ჩართვა ქუთაისის ვლოგიდან უკვე 2 დღე თბილისში ვარ. რაი ქუთაისი ხო ხარშენ არ რავთ, ქუთაისში ვიყავდები. ქუთაისი და მე რაი ქუთაისი თბილისში ხარ 3 დღეად 5 დღე. გაჩვენდი. მოკლედ ყველა მაცადე ხო წერდი. ვენებთ დეტალურად რა ვნახე და რა კონკრეტულად რეები ვნახე. ჯავა მეგობრებო, ეს არის ვლოგი. არა უშავს. ეს არის ვლოგი, ხო. არის ვლოგი ქუთაისის. ეხლა ჩამოვედით რა იყოს, ეხლა დავბინავდით. ნინო, გაეცანი ხალხს. მე ნინუცა. კაცდაცა. ჩვენი რა იყოს, ჩემი და სხვა ადამიანის ეს ჩემთან ერთად არა. აქ არის ჩვენი საწყოლი. აგან შემოდიხარ და ექსტენდი. მე მეგონა პერსონაჟები ვაფშე არ გვექნება. ვაფშე არ გვექნებოდა. იქეთ გვაქვს ტუალეტი. მეცადეთ. შემოდიხართ და არის ესეთი სარკე ხდებათ. და მე ტუალეტი შიგნით არის თუ გაინტერესებს მე შეგახედით. ტუალეტი. ვიმე. ასე პატარა სტენდივით არის, არ ვიცით რაში უნდა გამოვიყენოთ, არ ვიცი ჭურჭელი არის შიგნით თუ არა, იმიტომ რომ ჯერ არ არის ირგვეჭველი? ჩემთან არის. კაი, მეც ვნახავ. უიც მაგ და თეფშები. ყავა გააქვს? ყავა არ ვიცი. თუ საბედნიეროდ ჩვენმა დამრიგებელმა გადაწყვიტა ეგრე რომ ვინც რას საკეთებ? რომ ცალ-ცალკე ყოფილიყავით ბიჭები და გოგოები და ჩვენ ეგ ანუ იმ პოჩი კი არა რომ გოგოები და ბიჭები რაღაცა მაგაზე არა, просто გვინდოდა რომ ერთად ყოფილიყავით, მაგრამ ვინ მოგცა ეგ ყველაფერი? ანუ ჩვენ მიდადალევათან რა. და არ ვიცით რამდენად გამოგვი. ჭრე. დენათ გარე. აგაშუს ჩემო. შევჭამოთ? Yes. ბახშამ. გითხარი ესე დიდი. ვაიმე, თქვი როგორ ელენე? უნდა დავდო ჩემი სათვალე, ჩემს დანას განსონი. თორსვამ და ვლოთობთ, ხო ხდება. არ ორივე დავტოვოთ, ან ორივე გავაკეთოთ, ხო? ნუ იდეაში ეხა წინა დღე უნდა ჩამეწერა, ვაფშე რა ვნახეთ. ეხა ძალიან ბევრი რამე. მაგრამ წინა დღისთვის ტელეფონი არ იყო ბოლომდე დადენილი. და თან პლუს დამტენის სახლში არ მქონდა და სხვისი დამტენებით დავდიოდი წინ და უკან მთელი 2 დღე. ამიტომაც ამ დღეს ჩვენ უბრალოდ ავდექით და მე ავდექით და გაჩვენეთ პირდაპირ რა ვქენი დღის ბოლოსკენ. დაიგეგმა გასვლა, დაიგეგმა ბევრი რამე, სამწუხაროდ ბევრი რაღაცა ჩაიშალა, მაგრამ დეტალურად გაჩვენებთ ამ პროცესში რა ხდებოდა და ვინ როგორ გადარჩა. ეხა არის მოიცადეთ კითხვა 6-7 წუთი ვიდეოს ვწერ. ხო, 6-7 წუთი არის. ჩემი მეგობარი მოკუტა მგონი. უკვე არის დილის როგორც თქვი 6 საათი. გეგმებოდა უკვე კლასელებთან ერთად შეხვედრა. ჯერ ერთი ღამე იყო ეგ შეხვედრა, მაგრამ ცოტა შეგვეშინდა და მოგვიწია დილას წასვლა და წავედით. არ მაქვს გადაღებული რაღაცები, ამიტომაც ფოტოებით ჩავყრი ყველაფერს, რადგან ვიდეოები არ მაქვს. ავდექით უბრალოდ ვაფშე არ გეძინა. თელეგრამებთენეთ მე ძლივს ავედით ბოლოსკენ, მაგის გადაღება არ გამომივიდა. იქონ სახელმე დავიღებ და მე წავშალე. მაჩადა ვლოგის გადაღება. ელენე გამოიხედა ვლოგის. დაიწყება პრომეთეს ღვიმე და როგორი გულაბა მიდის სანამ იქ მივალთ და რა ხდება საერთოდ ყველანაირად. მოკლედ გეტყვით იქ ბევრი რამე ვნახეთ და საინტერესო ბუნება იყო. მე გავექანეთ რესტორანში და ვჭამეთ რაღაცეები.
აი არა არა ძერს ზერს ძალიან ლამაზი თან ბუნებრივი ქვები კარტყენ ნავში ხავს მოგაღლი გამონდა ნავში ვარ და ვერ ვიღებ ფლაშლაიტით რა სიტყვა ძალიან დასკოვა რა უნდა ვთქვა თავი აქ უკვე წამოვედით იქედან იქიდან რომ წამოვედით ჭამეთ ჭამის ფოტოებს ვერ დავდებდი ანუ შანს ნოლია ვერ დავდებდი თან გვიწევდა მეორე დღეს 12-ზე უკვე ბარგების გამოტანა და ჩალაგება და ამიტომაც მე სახშიც ვერ წავიდოდით რომ გვეჭამა რომ ჩამეწერა კიდე რაღაცა ამიტომაც ვერ ჩავწერე ვერაფერი რაში წავედით და ძალიან კაი იყო ხო სულ ეს იყო ექსკურსია ძალიან საინტერესო ექსკურსია იყო და გადავქეკე ჩვენი სკოლის ჯგუფი და თურმე ჩაგდებული ქონდათ ფოტოები და დადებული. ჩავსვა რამდენიმე ფოტოს, ბაგრატის ფოტოს ჩავსვა და კიდე რაღაცების ფოტოს ჩავსვა, რაც ვნახეთ. ეს იყო ეს ჩვენი ექსკურსია, ძალიან საინტერესო ჩემი აზრით. გავერთეთ ყველა თავისებურად, ანუ თითქოს და კლასში ძალიან შეკრული იყო მაგ დღეს და ძალიან კაი იყო. გიჩვენებთ 2 დღიან ექსკურსიას. დამრიგებულს გააჩნია, მაინც ვფიქრობ, რომ ყველანაირად 2 დღიანი ექსკურსია ძალიან სასიამოვნოა და კაი. ყველა ყურადღებისთვის. გაკაცეთ.